მთელი ეს პროპაგანდა და შეთქმულების თეორიები ხშირად ეფუძნება რა ფაქტორს? პირველი გებელსის ცნობილი ნათქვამი, რომ რაც უფრო საშინელი ტყუილი, რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო მეტად იჯერებს მას ხალხი. პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხია ეგ რა. ანუ იმდანად დაუჯერებელ რამეს ამას, რომ მე ადამიანი ფიქრობს, რომ ეხა ამას ხო არ მოიტყუებოდა, ანუ ასეთი ტყუილი რად უნდა, ხო? ამ ტყუილთან ერთად ოღონდ აუცილებელია ხშირ შემთხვევაში 10% მაინც უნდა იყოს სიმართლე. იმ 10% სიმართლეზე ისე ორგანულად და ისე ლამაზად აგებენ ამ 90% ტყუილს. ერთადერთი, აი ვთქვათ, რატომ შეიჭრა უკრაინაში რუსეთი, ხო? დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა მთლიანად, რომ უკრაინაში, ესე იგი, ნაცისტების აღორძინება მოხდა, უნდა მოხდეს დენაციფიკაცია ამ რეგიონის და შესაბამისად აქედან გამომდინარე მთლიანად წინ წამოწიეს ბანდერას ფიგურა. ახლა ბანდერას სახელის ხსენება პოსტსაბჭოთა სივრცეში იწვევს ამ რეაქციას პირველ რიგში, რომ ეს არის ნაცისტებთან დაკავშირებული და ნაცისტი პიროვნება. ბანდერა იჯდა საკონცენტრაციო ბანაკში 1941 წლის 30 ივნისის აქტის შემდგომ და დამოუკიდებლობის აღდგენა როდესაც გამოაცხადეს ლვოვში. ბანდერა შინაპატიმრობაში მოათავსეს ჯერ ბერლინში. შემდგომ გადაიყვანეს შპანდაუს ციხეში და შემდგომ 42 წლის იანვრიდან გადაიყვანეს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იჯდა 1944 წლის სექტემბრამდე. ანუ მას აბსოლუტურად არც ერთი დანაშაული არ აქვს ჩადენილი სამხედრო, რასაც ადგილი ჰქონდა უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტების მიერ. როდესაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი არსებობდა. ხო. ბანდერას სხვა შორის საბჭოთა მხარეს ჰქონდა მცდელობა, რომ ბანდერა გასამართლებულიყო ნიურნბერგში. მაგრამ გამოძიებლებმა დაასკვნეს, რომ არანაირი საფუძველიც კი არ არსებობდა ბანდერას გასამართლების.